მამო დაგლოცეთ. ნადიდა ძალობა დაგლოცეთ მეთმა. აი მამო რელიგიის დაცვა, ან ნებისმიერ საკითხის დაცვა. აი რამდენად არის მიღებული აგრესიით, მე ცოდვას რო იდან სიტყვაზე გინებით, ლანძღვით, ან რაღაცა. ეს საერთოდ გინება, ლანძღვა, აგრესია თვითონ მოწუნეებში, ქრისტიანებში იწვევს უარყოფით. პირიქით შენ საწუნებას კი არ იცევ ამით. შენ ვიღაცას ესე იგი სხვა საწუნების ადამიანს თუ ფიზიკურად ესე იგი შეეხები რაღაცა საწუნების დაცვის გამო გამოხატავს სიძულვეს შენ თვითონ ქრისტიანებში ებრაელებში ბევრში გაუგებარიეს და გაუგებრობას იწვევდა დაცვას კი არა პირიქით დათოს სამსახურს უწევდა ჩვენ საწუნებას ვიცავთ ცხოვრების წესით აი ხშირად მომდენს უთქვია ვეკითხები დადიხარ მეთქი ეკლესიაში იქ რამინდა რომ დადიანო ეზიარებინო და მე ასურად იცებიანო ცხოვრების წესით ცხოვრების წესი მათ ძირებზე სიარული კი არ არის მოთმინების უნარი უნდა კონდეს პატიების უნარი უნდა კონდეს და ესას არავინ უნდა გძუდეს და თუ ახლა აგრესიას გამოხატავ შენთვის მე უნდა იყოს მაგალითი უნდა იყოს უფალი უნდა იყოს მოციქულები უნდა იყოს წმინდანები ამიტომ უნდა იკითხოს სახარების გამარდება ზოგი ამბობს აკითხული მაქვს მაგრამ გუში რომ ჯამეს აზმენთისას ხომ და ჯამო როგორც ფიზიკური საკვებია სულისთვის საჭირო ასევე გიჩებთ და მამები გულჩემ რომ თითო თავის სახარება უკეთოთ სახარების გამარდება კიდევ უკეთესი ასევე არის წერილები პავლე მოციქულის პეტრე მოციქულის წერილები კარგი ემათი კითხვა ხშველის აი როგორ უნდა იქცეოდეს მოწუნე ადამიანი იმ მოციქულებმა როგორ გაერთებსობლიოში როგორ გააცელეს საწუნოება მათო ებრაელებს ხარ უხადაგეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს თებსობლიოში ინდოეთშიც კი ჩავიდნენ და ყველგან იქადაგეს ასევე ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს რომ ქრისტეში ყველა უნდა გვიყვარდეს და საწუნოების დაცვა წამსის დაცვა ხდება უნდა ისწავლოთ საუბარი როგორც მოციქულები ასაკეთებდნენ ხადაგებდნენ ლაპარაკობდნენ და ებაიქრებოდნენ სხვა საწუნოების ადამიანებს ზოგი ფიზიკურად ცემდა მოციქულებს ზოგი აწამებდა და ასე გაავრცელეს თემ სოფლიოში მოციქულები უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის ამო რამდენად ვაძლიერეთ მტერს ჩვენი ამ სუსტი საქციელით მაგალითად ჩვენ მტერი იცით უბრალოდ მოწუნეები ვერ გებულობენ და ჩვენ მოქმედებას ვერ გებულობენ თუმცა ჩვენ საწუნებას ვიცავთ ლანძღვით, გინებით, აგრესიით და ამით ესე იგი პირიქით აი ბევრი მოწუნეა და ვერ გებულობს მეკითხება რა ხდება როგორ ხდება და ესე იგი ლანძღავს იმათ ესე იგი ვინც გამოხატავს საწუნების დაცვას აგრესიით და მამო რამდენად ვიღაც ადამიანები რომ ვერ მოდიან ეკლესიაში იმის გამო რომ აი მე ეს ნახეთ ცუდი მორწმუნეა რაღაცა რამდენად შეიძლება ის და გამართლებულია ახლა ეს იგივეა რომ ახლა საუნტროფში როცა მეყვა ეგ დაინახოს პიდიანი ეგ ტუბერკულოზიანი ეგ და ან ესე იგი შენზე უარეს დღეში მყოფი ფიზიკურად დაამტყოფი როგორც საუნტროფოა ფიზიკური განკურნებისათვის ასევე ეკლესია მონასტერი სულის განკურნებისათვის აქ რამდენი ადამიანი მოსულა ზოგი განკურნებულა ზოგი არა მაგრამ ახლა მე რომ ახლა იქ იფიქროს პაციენტი რომ მოდის ახლა ეს შეიძლება ვერ განკურნო ხო არ იქნება სწორი და აქ თავიდან ჩვენ 93 წლიდან აქ ვართ აფხაზეთის ეპარქია და ეს ორი სოფელი მაინც ვერ გებულობდა რა უნდა აქ ლოთებს და უნდა აქ ვინ სვამს და ვინ ცოდვებშია მაცონა არ ქონდა და მითომ და მე ზოგიერთი ჩადიოდა ვისაც მისკენ აქ მიდრეკილება და იქ მაღაზიაში სვამდა მაგრამ მე ახლა უფრო კაცრი გავხდი იმ გაგებით რომ ხო დავინახე რომ ადამიანი მოდის მე ჩუმად სვამს ახლა ეს იგივეა რომ საუნტროფოში იწვედა ექიმს არ უსმენდა აზრი არ აქვს ესე იგი მონასტერში ადამიანი იკურნება მორჩილებით და შეახსება ზიარებით ახლა ხშირად მომბობ რომ რენტგენს დადოვიღებ ჩვენა რომ ექიმას სწორად ზოლიტამლები დაგენიშნოს სწორად განკურნოს ასევე თუ ადამიანი არ იქნება ქუცველი აღსარებაში ის ვერ განიკურნება გაგახაროთ მეთქვა მადლობა დაგლოცოთ მეთქვა